მაშასე მოგესალმებით კიდევ ერთხელ და ბოლოჯერ ბათუმიდან სპორტის სასახლეში დასრულდა ევროპის ჩემპიონატი და ნამდვილი ტრიუმფით დასრულდა ის საქართველოს ნაკრებისთვის, როგორც ყველა ველოდებოდით ლაშა ტალახაძემ ოქროს მედლებთან ერთად, რა თქმა უნდა, რეკორდიც დაამყარა და ამით ძალიან ლამაზად დახურა ევროპის ჩემპიონატი და მე ახლა სწორედ პირველი კითხვით ლაშასთან გადავალ. ლაშა, რა შეგრძნება, როდესაც შენ ქვეყანაში ისმის შენი ჰიმნი და კვლავ რეკორდი და შესანიშნავი შედეგი. რა თქმა უნდა, შეჯიბრი პირველ რიგში ისე წარიმართა როგორც დაგეგმილი ხარ წოლებს, როგორც მე მსურდა მათ სურდა და მადლობა უფალს ამ ყველაფრის, მადლობა ჩვენ ცხრილებს სამხელას შრომის ფედერაციას, სამინისტროებს, ჩვენს ექიმებს ძალიან დიდი მადლობა, რომ ყველა გვერდით გვიდგას, რომ რაღაც შედეგი გავაკეთოთ და გავამხელებთ და გავახაროთ ჩვენი გულშემატკივარი. პირველ რიგში ასევე დიდი მადლობა კიდევ ჩვენ გულშემატკივარს, გადაჭედილი დარბაზი, რომელიც სპორტსმენებს ძალიან კარგად მოქმედებს, ძალიან დიდი მადლობა ყველა მათგანს და რა ვიცი, ძალიან ბედნიერი ვარ და მინდა რომ ესეთი სიხარული ბევრი მოვიტანო ჩვენ ქვეყანას და მთლიანად საქართველოს რა. მე შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა 15 медали მოიპოვა კონტინენტის პირველობაზე და აქედან პირველი медали შოთა მიშველიძემ მოიპოვა და მე ხარ მინდა რომ შოთას დავუსვა შეკითხვა. შოთა, შენ როგორ შეაფასებდი ევროპის ჩემპიონატს, ზოგადად გუნდის გამოსვლას და როგორ ჩაიარა შენთვის? მე ვფიქრობ, რომ ბოლო დღე იყო იდეალური, ვფიქრობ, რომ ყველა დღე შეობდა და პირველ რიგში მიულოცა გუნდს და შემდეგ სრულიად საქართველოს და მადლობა ყველას ამ იდეალური დღეებისთვის. რა თქმა უნდა, დღეს ყველაზე ასეთ ვთქვათ შამბეჭდავი დღე იყო, რადგან რეკორდი მოხსნა ლაშამ კვლავ და ირაკლი თურმანიძემაც შესანიშნავად დიასპარეზა და მე ახლა მინდა ჩვენი ნაკრების კაპიტანთან გადავიდე შეკითხვით. ირაკლი, როგორი იყო ბათუმში ევროპის ჩემპიონატი? პირადად შენთვის რაღაც ძალიან დიდი ემოცია გადმოდიოდა გულშემატკივრებისგან. შენ ამდენად დაგეხმარა ბათუმში გულშემატკივრები ამდენად დაგეხმარნენ ამ შედეგის მისაღწევად. რა თქმა უნდა, 2015-ში უკვე ვიყავ სადაც ევროპის ჩემპიონი გავს და უკვე ვიცოდი თუ რას ნიშნავს საქართველოში და მეორე ქართველების გულშემატკივრობა. მადლობა მინდა ამისთვის ყველა გულშემატკივარს გადაუხადო. რაც შეეხება ამ წარმატებას, პირველ რიგში მიხარია და იმიტომ რომ ეს მედლები საქართველოში დარჩა და ჩემ ტიტულებს კიდე შევმატე 3 медали და ასევე რა თქმა უნდა კიდე იმ ტრავმის შემდეგ რაც ტრავმა მაწუხებდა, მიხარია რომ ამ შეჯიბრზე ისე დავასრულე რომ არ გამეორე და ამიტომ კიდე ბევრს შევეცდები რომ კიდე გამოვიდე კარგად. მე კიდე ერთხელ გილოცავ მართლაც დიდ წარმატებას. ახლა რეზი დავითაძესთან გადავალ შეკითხვით, რომელმაც ასევე 3 медали მოუტანა საქართველოს ნაკრებს, ერთ-ერთი აქედან ოქროს медали იყო. რეზი, შენ როგორ შეაფასებდი პირველ რიგში, რა თქმა უნდა, შენ გამოსვლას და შემდეგ უკვე გუნდის გამოსვლას მთლიანად ევროპის ჩემპიონატზე? გამარჯვებათ, მოგესალმებით პირველ რიგში და მოგილოცავთ ამ ახალ მედლებს. გუნდს ასე ვუსურვებ მომდევნო შეჯიბრებებზე წარმატებას, რაც შეეხება შეჯიბრმა ჩაიარა იდეალურ დონეზე. პირადად ჩემ გამოსვლას რაც შეეხება, იყო პატარა ნიუანსები, მაგრამ შემდგომში გამოსწორდება. რაც იყო მომავალზე უნდა ვიფიქროთ და საქართველოს ულოცავ ბიჭებს, განსაკუთრებით ჩვენს ორგოლიას, ორ გმირს და ჩვენს კაპიტანს. მე ახლა შეკითხვით გადავალ ჩვენ ქალ ძალოსანთან, რომელმაც ასევე ძალიან კარგად დიასპარეზა, მისთვის ფაქტობრივად ეს იყო პირველი სერიოზული ტურნირი. შენ როგორ შეაფასებდი მაკა შენ გამოსვლას და ზოგადად ასევე ამ შეკითხვით გადმოვალ ისევ შენთან გუნდის გამოსვლას მთლიანად ევროპის ჩემპიონატში? პირველ რიგში მოგესალმებით. ჩემი გამოსვლა იყო კარგი, პირველი ასპარეზობა იყო, ეს იყო გასაოცარი, რადგან მთელი შეჯიბრის განმავლობაში აქ იყო დიდი პატრიოტიზმი, დიდი საქართველოს მთლიანი ენერგია იყო და ეს იყო გასაოცარი ჩემთვის და მოკლედ დიდ ემოციებში ვარ ჯერ კიდევ. და ახლა ნაკლების თავმჯდომართან გადავალ შეკითხვით, რომლის აზრი ალბათ ძალიან საინტერესოა ყველასთვის. გიორგი, 15 медали მოვიპოვეთ კონტინენტის პირობაზე. პირადად შენ რამდენად კმაყოფილი ხარ ამ შედეგით და რო შეაფასო ევროპის ჩემპიონატი? პირველ რიგში მადლობა თქვენ გულშემატკივარს, საზოგადოებას, პრესას, ვინაიდან ძალიან დიდი იყო მოლოდინი და როგორც ყოველთვის ყველაფრის ოჯახისა და სამშობლოს წინაშე შევასრულებ. დაგპირდით შეგისრულეთ, ძალიან ბევრი სიხარულს მოგანიჭებთ მომავალში. დღეს იყო ძალიან კარგი დღე, მადლობა პრემიერ-მინისტრს და ყველა იმ მაღალ სტუმარს, რომელიც ჩამოგზავნა. ეს იყო ჩვენი ძალიან დიდი მხარდაჭერა თემლი ევროპის ჩემპიონატის განმავლობაში. ამისთვის გექნება ცალკე გადაცემა და ყველა ის დეტალი უნდა ახსნათ, თუ რა დახმარება და რა მხარდაჭერა მიიღო ქართულმა ძალოსნობამ. ამიტომ დღეს ტრიუმფის დღე იყო, დღეს არის ლაშას დღე და ქართული ძალოსნობის დღე. მადლობა პირველ რიგში ყველა იმ წვრთნელებს, ვინც ჩემთან ერთად არიან, ჩვენს ექიმებს, რომელმაც თავდაუზოგიშრომა და არ შემილი არ გამოყო გიორგი ჭინჭარაული ამ შემთხვევაში და ჩვენი მასაჟისტი, რომელმაც თავიდან ბოლომდე გაართვასავი, თუმცა მათი მამა და მამა არის კახაბრიშვილი. ეს პროცესი თანაბრად მიმდინარეობდა, იმისთვის შედეგი მიგვიღო. ჩვენ მართალია ქალბატონებში ცოტა არ იყო ისეთი
სიტუაცია, რომელიც ჩვენ გუნდს საერთო ჯამში შეკრავდა, მაგრამ ესეც არის პროცესი, ჩვენ მომავალში განვითარდებით, იმიტომ რომ უფრო ძლიერი ქალთა გუნდი იყოს, უფრო ძლიერი მამაკაცთა გუნდი იყოს და გამოგიტყდებით, რომ მე მგონი ტიტული შევინარჩუნეთ, ბოლომდე არ მაქვს დათვლილი. მე მგონი შევინარჩუნეთ გუნდური პირველი ადგილი. და ახლა ბატონ კახიაშვილთან გადავალ შეკითხვით. ბატონო კახი, ორგანიზების კუთხით ყველამ აღნიშნა, რომ ეს ევროპის ჩემპიონატი გამორჩეული იყო, თუ შეიძლება აქ რომ მობრძანდეთ და შეაფასოთ, რამდენად კმაყოფილები არიან ზოგადად საერთაშორისო ფედერაციიდან. პირველ რიგში ულოცავ საქართველოს, ულოცავ ბათუმელებს, ულოცავ აი ამ ბიჭებს, ვინც იშრომეს, ოფლი ღვარეს, არ დაიშურეს ძალები და გამარჯვება მოგვიტანეს. დღეს იყო სპორტული ზეიმი, დღეს იყო ძალოსნობის ზეიმი, ბევრი შედეგები ჰქონდა, მედლები ჰქონდა. როგორც გიამ თქვა, მე მგონი გუნდურად დასათვლილია მომენტი და შევინარჩუნეთ ის ტიტული. ერთად საქართველოსთვის. ძალა ერთობაშია. ძალა ერთობაშია და არ დავიშურებთ, ასე გავაგრძელებთ, როგორც ითქვა უკვე, ასევე ქალთა ნაკრების გაძლიერება გვინდა, ეს აუცილებელია, მოწოდნებული ვართ. ვაჟთა ნაკრებმა უკვე დაისაკუთრა პირველობა ევროპაში და ახლა გვინდა წინ მსოფლიო ჩემპიონატი. მე მინდოდა დამემატებია, ეს არის პირველი განცხადება მას შემდეგ, რაც ჩვენი ურთიერთობა შედგა ქართულ ძალოსნობასთან და თხოვოთ, კიდევ თხოვ ირაკლი თურმანიძეს დარჩეს ქართულ ძალოსნობაში. ეს არის ჩემი თხოვნა. თავარი მწვრთნელი თხოვს კაპიტანს, რომ დარჩეს ნაკრებში. მთავრობას მინდა ძალიან დიდი მადლობა, სპორტის ხელმძღვანელობას ძალიან დიდი მადლობა, ყოველდღიური ჩართვა იგრძნობოდა და დღეს ბოლო დღემდე არის ჩვენთან ერთად და აი ეს იყო ერთიანად შეკრული გუნდი, რომელმაც წარმატებას მიაღწია. და ირაკლისთან გადავალ მაშინ ამ შეკითხვით. ირაკლი, რას აპირებ შენ კარიერის გაგრძელებას თუ აპირებ? რა თქმა უნდა, გადაწყვეტილი გაქვს? როგორც ჩანს, უკვე ყველამ ერთად თხოვოთ, რომ დარჩეს ირაკლი. უფრო საწელმა უკვე რადგან თქვა უკვე მორჩა. და დაიმკვიდრა ლიდერებში ადგილი და ისეთი შედეგზე გავიდა, რომ რა თქვა უნდა ლაშა თავისი ფენომენი აქვს და ამას დიდი მადლობა ამ დიდ ადამიანს. თუმცა ირაკლი არის იმ განაცხადში, რომელიც ყოველთვის იქნება საპრიზო და მე ვფიქრობ, რომ მასაც არ აქვს უფლება წავიდეს. და ლაშას მინდა ვკითხო, მან მესამეც და არც აკვრაში, არც ატაცში არ გამოიყენა, რა არის ზღვარი ლაშა? მაქსიმუმი. გიორგი ასანიძეს ვკითხოთ, ნუ არ ვიცი, მერტ წყალობით წინ და წინ მივიწევთ მერტ წყალობით, ნუ მწვენების გადაწყვეტა პატრიციო ყოველთვის ასაწონები შევკეთავე, მე სიმწონისთვის ვარ მზად რომ მივიდე და დავძლო და გავახარო ჩემი გულშემატკივარი და ყველაფერი წინ არის, ესე ვფიქრობ, ჩემი ასაკინა გამომდინარე, შესაძლებლობებიდან გამომდინარე და ნუ სამომავლოდ რაც აქვს დაგეგმილი ჩვენს თავარწელს, ალბათ იმედი მაქვს შედეგს. რა გვაქვს დაგეგმილი ერთხელაც რო ვთქვათ მაყურებელს? 500 თქვი ახლა. 500. ეს არის კოლოსალური რიცხვი 500 კილოგრამი, მე მგონი აპლოდისმენტებს იმსახურებს ყველასგან. მე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ დასრულდა ევროპის ჩემპიონატი ნამდვილი ტრიუმფით საქართველოს ძალოსანთა ეროვნული ნაკრებისთვის. ლაშამ 3 ოქროს მედალი მოიპოვა, ასევე ირაკლიმ 3 მედალი შემატა კიდევ საქართველოს ნაკრებს და სულ 15 მედლით დავასრულეთ ასპარეზობა. მე ულოცავ საქართველოს ნაკრებს ამ შედეგს, ფედერაციას, ორგანიზებას და დაგემშვიდობებით ამით.